ბალდის კანიონის მცველები რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელთან, შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას, თუმცა ვერც ერთი შეხვედრა მცდელობის მიუხედავად ვერ შედგა. სააგენტოს თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა ტელეკამერების გარეშე შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ეს პირობები კანიონის მცველებისთვის მიუღებელია. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აქ შენობის კარი არა მხოლოდ ბალდის კანიონის მცველებისთვის, არამედ სხვა მოქალაქეებისთვისაც დაკეტეს. ბალდის კანიონის მცველები, რომლებიც 750 დღეზე მეტია პროტესტში იმყოფებიან, გარემოს სააგენტოს ხელმძღვანელს მოუწოდებენ შეწყვიტოს კანიონთან დაკავშირებული ძველი ხელმძღვანელის ვალერიან ჭედლიძის მიერ სავარაუდო კორუფციული გარიგებით დადებული ხელშეკრულება. ამასთან მოითხოვენ გაუქმდეს ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება. მეგატივი ბალდის კანიონის მცველს ცოტნე თვარაძეს ესაუბრა, რომელმაც შექმნილ მდგომარეობასა და გეგმებზე ისაუბრა. რატო არის მაშინ ეს პროექტი კარგი, რომ რაღაცას მართმევ და მეუბნები, რომ კარგი არის, რომ მართმევ. რატო? რითი არის კარგი? ამას ვერასაბუთებენ, რომ სოფელში ტურისტის შემოვა. სოფელში ტურისტი საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდა, იმაზე მეტი, ვიდრე სოფელს შეეძლო გამასპინძლება, თან ბუნებრივი დინებით მოდიოდნენ ეს ტურისტები და რატო მიიღეს ეგ გადაწყვეტილება, ამას ვერასაბუთებენ, ხო? ან თეილ ბალდის კანიონზე 100%-იან წილს ფლობს ეს კომპანია, რა ხეირი სახელმწიფოს. ამით ჩვენ ერთადერთი რასაც ვიღებთ არის ის, რომ შემოგვიღობ ეს მდინარე, გვახტევიებენ იქ ჩასასვლელად ფულს, ცვლიან ჩვენს ყოველდღიურობას რადიკალურად, გვართმევენ მომავლის პერსპექტივას, თან 40 წლით და ამ გადაწყვეტილებას იღებენ ისე, რომ არანაირი კვლევა, არანაირი მოსახლეობის ჩართულობა ან აზრის კითხვა არ მომხდარა და ვერასდროს ვერ დაამტკიცებენ იმას, რომ ეს არის ეროვნული პროექტი, ეს არის ხალხისთვის გაკეთებული და ამას ქვია განვითარება. ეს არ არის განვითარება, ეს არის უბრალოდ ხალხისთვის რაღაცის წართმევა და სოფლის დაცლის მცდელობა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ბალდის კანიონი ბალდელებს წაერთმევათ, დიდი ალბათობით სოფელი კიდევ უფრო დაიცლება, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, მარტო ტურისტებისთვის არ ყოფილა ეს ადგილი მაგნიტი, ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაზე ფასიანი არ არის იქ ჩასვლა, ტურიზმის კუთხით ძალიან მომგებიანი იყო, იმიტომ რომ დამსვენებელს იზიდავს ის, შეუძლია ოჯახით ჩამოვიდეს ერთი კვირა დარჩეს ბალდაში და ყოველდღე მდინარეზე ჩავიდეს და ეხლა როცა ფასიანი გახდება იქ ჩასვლა და ეღირება რაღაცა არამიზერული ფასი, საკმაოდ ძვირი ღირს მოგეხსენებათ ბუნების ძეგლებზე შესვლა, ფიზიკურად ეხლა ყოველდღე ოჯახს 100 ლარს ვერ გადაუხდი შენ და მდინარეზე ჩასასვლელად აღარ გიღირს რა, აღარც დარჩები და ეს კვლევები არაფერი არ არის ჩატარებული. შესაბამისად ჩვენაცაც ვითხოვთ არის ის, რომ გაუქმდეს ეს იჯარის ხელშეკრულება და თუ რამის გაკეთება იქნება, გაკეთდეს რაღაც ისეთი პროექტი, რომელიც იქნება მომგებიანი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისევე სახელმწიფოსთვის და ბუნების ძეგლისთვისაც იქნება სასარგებლო.